ბრიტანელები ამზადებენ დიდ სანქციებს, მძლავრ სანქციებს ქართული რუსული ოცნების ბანდის წევრების მიმართ თუ წინააღმდეგ. ევროპის კავშირი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, ამზადებს სანქციებს ქართული რუსული ოცნების ბანდის ცალკეული წევრების, მათ შორის მოსამართლეების წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს სანქციებს, მეგობარი აქტი იცით თქვენ, რომ დამტკიცდება ადრე თუ გვიან და ხელმოწერილი იქნება ტრამპის მიერ. ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს სანქციებს ქართული რუსული ოცნების ბანდის წევრების, მათ შორის მოსამართლეების წინააღმდეგ. როგორი იქნება სანქციები? თუ ერთი სივრციდან ბრიტანეთიდან, თუ მეორე სივრციდან ევროკავშირიდან, თუ მესამე სივრციდან შეერთებული შტატებიდან, რამდენად ძლავრი იქნება ეს სანქციები? გამოჩნდება, მოდი ასე ვიტყვი, კი არსებობს მონახაზები, მაგრამ მე ახლა დაზუსტებით და დაბეჯითებით ვერ გეტყვით, რომ აი ეს და ეს იქნება ჩაწერილი სანქციებში მეთქი, თუმცა მეგობარი აქტის შინაარსი პრინციპში კონგრესში ქვედა პალატაში არის რა მიღებული, პრინციპში ყველამ ვიცით. ყველა სანქციების თაობაზე ვიცით, ასე ფრაგმენტულად მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა დაზუსტებითაც რასაკვირველია, მცოდნე ადამიანებმა უკლებრივ ყველაფერი ან ბევრი რამ იციან. ახლა ისმის კითხვა, ქართული ოცნება მანამდე სანამ დაასანქცირებენ ან ერთი ან მეორე ან მესამე სივრციდან გაფრთხილებები რომ მოსდის ზნეს ფერს და პოლიტიკას იცვლის კი ქართული ოცნება მეთქი ეს თქვი, მაგრამ ქართული ოცნებას ხომ არ გულისხმობ, მე გულისხმობ ბიზინა ივანიშვილს და ბიზინა ივანიშვილი შეცვლის კი საკუთარ შიდა პოლიტიკას. განთავისუფლებს ის, ნახეთ რამდენი რამე აქვს გასაკეთებელი, მას გასანთავისუფლებელი სხვადასხვა მეთოდით ჰყავს დაახლოებით 70 პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი. მან უკან უნდა წაიღოს დაახლოებით, რაც მოვითვალე და ობიექტური ვარ მე მგონი, შეიძლება 1-2-ში შემეშალა დაახლოებით 9 თუ 10 კანონი, რომელიც მიიღო მისმა პარლამენტმა პაპუაშვილის ფორმალურად პარლამენტმა, ეს კანონები ერთმანეთზე უარესი და ერთმანეთზე ჯოჯოხეთურია. მან უარი უნდა თქვას იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც მას აქვს, რომელსაც ის ატარებს, მან უნდა დააბრუნოს ჯარიმები იმ მოქალაქეთა მიერ გადახდილი ჯარიმები, რომლებმაც აქციაზე დგომის გამო 5-5000 ლარი უკვე გადაიხადეს და სხვებს, ვინც დაჯარიმებულია, მაგრამ არ გადაუხდიათ ჯერ, მათ ეს ჯარიმები უნდა მოუხსნას. მან უნდა შექმნას ნორმალური საარჩევნო გარემო, კონკურენტული საარჩევნო გარემო. მან უნდა უარი თქვას და სანაგვეში მოისროლოს, მეთქი ფიგურალურად ასე ვიტყვი, გაყალბების ის მექანიზმები, რომლებიც გამოიყენა ქართულმა რუსულმა ოცნებამ ვიდრე გასული წლის ოქტომბრის 26-მდე და 26-ში, ანუ 26 ოქტომბერს გასულ წელს, როცა ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და კიდევ უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი. მან უნდა თქვას უარი ყველა იმ უკანონო განაჩენზე, რომელიც მან გამოიტანა მისმა პროკურატურამ ბრალად წაუყენა თავისუფლების მოყვარე ადამიანებს და მათი ნაწილის საქმეები, უმრავლესობისა, ჯერაც სასამართლოშია და თითოეულ მათგანს ელის ეს პატიმრობა. ანუ პატიმრობა უნდა მიესაჯოთ. მერე ყაველაშვილმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა უნდა შეიწყა, ასწრებს ყველაფერს ბიზინა ივანიშვილი. ასაკურნელია ვერა. რომც მოინდომოს ვერა, მაგრამ თავარი აქ ის კი არ არის, რომ ასწრებს თუ ვერ ასწრებს, საბოლოო ჯამში არ მინდა თქვა 24 საათში მეთქი, მაგრამ აი ესე ერთ კვირაში კი ყველაფერი მოგვარდებოდა ამის ნება რომ ქონოდა ბიზინა ივანიშვილს საქმეც ის არის, რომ მას ამ ყველაფრის ნება სურვილი არა აქვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს. ის ვირზე შემომჯდარიაო, ესე რომ ამბობენ, ვირზე უკუღმა თუ გნებავთ ასე ვიტყვი, შემომჯდარია და მიაჭენებს ვირს ღმერთმა უწყის საითკენ, მეთქი ასე ვიტყოდი, მაგრამ უფსკრულისაკენ მიექანება თავადაც და უფსკრულისაკენ მიაქანებს საქართველოს. მან შესანიშნავად იცის, ლოგიკურადაც ავხსნათ ეს ყველაფერი ლოგიკაშიც ჩავსვათ, შესანიშნავად იცის ერთი რამ, რომ არავინ სულ რომ ეს ყველაფერი გააკეთოს, არავინ მას არ დაუბრუნებს იმ თანხებს, რომლებიც მას შეჩერებული აქვს ერთ-ერთ შვეიცარიულ ბანკში, ან ერთ-ერთი შვეიცარიული ბანკის მიერ და ეს სახელმწიფოების გადასაწყვეტი კი არ არის ბრიტანეთის შეერთებული შტატების, ევროკავშირის სახელმწიფოების ან შვეიცარიის, არამედ ეს არის სასამართლო დავის საგანი, მან ერთი დავა მოიგო.
ამას მაინც უნდა ეჩვენებინა მისთვის ამ სასამართლოს ერთი გადაწყვეტილების გამო მაინც უნდა გამოეტანა დასკვნა რომ არც არავინ არ უბლოკავს უბრალოდ სასამართლო პროცესია მაგრამ იმის გამო იმ შემთხვევაში თუ ის შეცვლის პოლიტიკას მას თანხები რომლებიც გაყინული აქვს და ჩამორთმეული აქვს არ დაუბრუნდება მეცაც გეტყვით მან შესანიშნავად უწყის რომ სანქციებს მას და მისი ოჯახის წევრებს ასე მაგალითად ბრიტანეთი მაინც დაუწესებს იმიტომ რომ და აქ თავარ წინადებას ვიტყვი იმიტომ რომ დამოუკიდებლად იმისა რაც გააკეთებს ის მომავალში ყველამ შესანიშნავად იცის უკვე რა გააკეთა როგორ ავნო მან ქვეყანა საქართველოს თავისუფლების მოყვარე ქვეყანას თავისუფლების მსურველ ქვეყანას თავისუფლების მებრძოლ ქვეყანას წარსულში ანუ აწმყოში დღევანდელ დღეს რას დღევანდელი დღის მდგომარეობით რა ავნო და აქედან გამომდინარე მომავალი მისი გადაწყვეტილებები მისი ინდულგენციის მისი დანდობის საფუძველი სულაც არ იქნება ესეც არის ერთ-ერთი მკაფიო ახსნა იმისა რომ ბიზინა ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკას არ შეცვლის არ და არასდიდებით ანუ ვინმე უნდა შეაცვლევინოს ეს ვინ უნდა შეაცვლევინოსო თუ მკითხავთ მე რა საკვირველია ევროპამ რა საკვირველია ლაჟვარდოვან ოკეან გაღმა არსებულმა ქვეყანამ საკუთარი სანქციებით რა საკვირველია ბრიტანეთმა მაგრამ უპირველესი აქტორი ვინც ბიზინა ივანიშვილს პოლიტიკა კი არ უნდა შეაცვლევინოს შეიძლება მთლად სუსტი სიტყვა არ არის ვინც ბიზინა ივანიშვილი უნდა დაამარცხოს და ცხვირით დინგით უნდა დაანარცხოს ეს არის ქართველი ხალხი თუ იქნება აქტიური და იმაზე აქტიური ვიდრე დღეს არის და იმაზე აქტიური ვიდრე იყო დეკემბერში იმიტომ რომ დეკემბრის აქტიურობა ჩვენ აშკარად არ გვეყო გამოგვფიტა ბიზინა ივანიშვილმა ივნისისთვის მაისისთვის გამოფიტულონი ვართ უკვე მაგრამ ჩვენ ახალი ტალღით უნდა ვიფეთქოთ და ისე უნდა ვიფეთქოთ რომ ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი როგორც ასეთი დავამთავროთ როგორ რომ კითხავთ ბევრი თქვენგანი და მე გეტყვით რა საკვირველია არჩევნებით მაგრამ იმ არჩევნებით რომელშიც ქართული ოცნება როგორც ასეთი ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად ან ბიზინა ივანიშვილი პარტიის სახით სულაც ან ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ის ან უნდა გაუქმდეს ან მას საარჩევნო რეგისტრაცია არ უნდა მიეცეს ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგის პირველი ნაწილი მეორე ნაწილი კი ეხება იმას რომ ქართულ ოცნებას კარდახობენ და ეუნებიან ევედრებიან ეაჯებიან ამ სიტყვას მეორედ ხმარობ ვიდეო მეორე ხმარობ ზედიზეთ მეორე ვიდეო ბლოგში პირველ ვიდეო ბლოგში ბამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ვთხოვე და ვეაჯებოდი იმასთან დაკავშირებით რომ მათ შეეცვალათ გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის თავობაზე ახლა ამ სიტყვას ისევ ვიყენებ ისევ ვიშველიებ ბიზინა ივანიშვილს ეთხოვენ და ეაჯებიან დასავლეთიდან რომ გთხოვ შეცვალე პოლიტიკა და აი როგორ უნდა დაიწყო ამას კარდახობენ პირველ ყოვლისა შენ არ უნდა დაგვიძახო ჩვენ არ უნდა გაგვლანძღო და არ უნდა გვიწოდო ჩვენ deep state ანუ გლობალური ომის პარტია ჩვენ არავითარ შემთხვევაში არასოდეს საქართველოს არ ვუბიძგებდით ომში ჩართვისაკენ მეორე ფრონტის გახსნისაკენ და გთხოვთ გეაჯებით რეკომენდაციას გაძლევთ გემუდარებით ეს მაინც გააკეთე ნუ არ გვაგინებენ შენი დეპუტატები ბანდიტები, ნუ არ გვაგინებენ შენი მინისტრები ბანდიტები და ასე შემდეგ, ამით დავიწყოთ და მე უკვე ჩავშალოთ და გავშალოთ ყველაფერიო. ეს არის ყველაზე მარტივი გზავნილი, რომელიც ისმის თუ გერმანიიდან კონკრეტულად, თუ შეერთებული შტატებიდან ასევე კონკრეტულად და თუ ზოგადად დასავლეთიდან, მაგრამ ამბავის ის არის, რომ მიუხედავად ამ თხოვნისა, ქართული რუსული ოცნების ბანდა არ წყვეტს დასავლეთის შეურაცხყოფას, დასავლეთის ცალკეული სახელმწიფოების დიპლომატების, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრების, ელჩების და თლიანად დასავლეთის, ასევე ევროპის კავშირის შეურაცხყოფას, შელახვას, ასე ვიტყვი და ქართული საზოგადოებისათვის თავს მოხვევას იმ დებილური და რუსული ნარატივისა, ამავდროულად რუსული ნარატივისა, რომ დასავლეთი არის ჩვენი მტერი, დარი და მსგავსი ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირისა და თუ საბჭოთა კავშირის მსგავსია, მე მაქვს კითხვა ევროპის კავშირი, მას რაღაცომ აფიქსირებს ქართული რუსული ოცნება იმას, რომ კვლავაც უნდა ამ კავშირში, რომელიც საბჭოთა კავშირის მსგავსია. მაშინ ასე უნდა მოვატრიალოთ საკითხი, მაშინ თავადვე გამოიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და თავადვე ღიად კიდევ ერთხელ თქვას
და ბეჭედ დასმულად თქვას, რომ ევროკავშირში არა თუ 28 წლამდე არ 30 წლამდე, არამედ საერთოდ ევროკავშირისაკენ აღარ მიდის მიეშურება შეცვალა კურსი. Deep State ახსენებს ქართული რუსული ოცნება 14ჯერ თუ 15ჯერ ბოლო მის განცხადებაშიც, რომლის ადრესატიც არის 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელდაკ ასევე კაია კალასი, რომლებმაც თავის მხრივ რამდენიმე დღის წინ გააკეთეს განცხადება უაღრესად საქართველოსთვის უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი და აფიქსირეს საქართველოსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია, იმ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპა საქართველოს de facto ხელისუფლებას კრიტიკებს იმის გამო, რომ პოლიტპატიმრები ყავს, სინდისის პატიმრები ყავს, არასრულებს რეპრესიულ პოლიტიკას, იღებს და იღებს ამ რეპრესიულ კანონებს და მოუწოდებენ და კონკრეტულ ადამიანებზეც არის იქ საუბარი, პოლიტიკოსებზეც არის საუბარი და ასე შემდეგ და მოუწოდებს de facto ხელისუფლებას, რომ შეცვალოს ეს პოლიტიკა სანამ გვიანი არ არის. დიახ, სანამ გვიანი არ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორი სიტყვა თუ სამი სიტყვა, სანამ გვიანი არ არის, 4 სიტყვა, იმიტომ რომ ევროპა უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე არის საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ქართულმა რუსულმა ოცნებამ ამ განცხადებას დაახვედრა, აქ იგითხარით, პასუხი, რომელიც ღმერთმა უწყის სად არის დაწერილი, მაგრამ ჩემი აზრით მაინც დაწერილია მოსკოვში ლუბიანკაზე, თარგმნილია ChatGPT-ის მიერ, გადმოგზავნილია საქართველოში, აქ გასწორებულია ქართულის რომელიმე კარგი ცოდნის და ხავს ქართულ ოცნებას 1-2 ენათმეცნიერ ფილოლოგი, ვისაც წერტილმძიმის დასმა შეუძლია და ზმნის სწორედ დაწერა ChatGPT-ისთვის ჩასწორება შეუძლია, მოკლედ ამ ადამიანებმა გაასწორეს, მერე გადაუგზავნეს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ამდენი ქართული გარწმუნებთ არ იცის და ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ივანიშვილს შეთანხმებით გამოაქვეყნა ეს პასუხი, რომელშიც აქ იგითხარით, რომ 17ჯერ არის ხსენებული, თუ 14ჯერ აღარ მახსოვს, ეს გლობალური ომის პარტია, თითქოს ეს გლობალური ომის პარტია ჩვენს დამოუკიდებლობას ებრძოდეს, სუვერენიტეტს, ასევე ებრძვის თურმე მას უნგრეთის, სლოვაკეთის და სერბეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და იქ საოცარი სიტყვებით წერია, რომ აიო გლობალური ომის პარტიამო, ეხლა ხვდებით ჩვენო, ახლა არ მოიდგინეთ როგორ კადნიერდებიან ესენი, ახლა ხვდებით რომ ბრექსიტიცო გლობალური ომის პარტიის გაჩალიჩებულიაო, ეს სიტყვა ცხადი არ არის დაწერილი, მაგრამ მე ასე წარმოგიჩენთ, რომ კარგად აგიხსნათ საკველპურო და გავრცელებული ზმნა ამინდა შემოგთავაზოთ. გაჩალიჩებულია სწორედაც რომ ბრექსიტი სწორედაც რომ რა ქვია Deep State-ის მიერო და ამას ახლაღა მივხვდით, აი Deep State-ი როგორ ებრძვის მსოფლიოსო და დონალდ ტრამპს ეაჯებიან კი არა, ეუბნებიან, რატომ უნდა ვიხმარო ეხა სიტყვა ეაჯებიან არ ვიცი, ეუბნებიან რომ ჩვენ წარმატებას გისურვებთ Deep State-თან ბრძოლის პროცესშიო. მინდა აგიხსნათ რომ Deep State-ზე კარგად ამინდა აღხსნა, რომ Deep State-ი დონალდ ტრამპისეული გაგებით და წარმოდგენით და Deep State-ი ბიზინა ივანიშვილისეული თუ კობახიძისეული თუ პაპუაშვილისეული გაგებით და წარმოდგენით ორი დიამეტრალურად განსხვავებული რამ არის. კი, ერთი და იგივე სიტყვა Deep State, როგორც იწერება ინგლისურად, მაგრამ Deep State-ი ქართული რუსული ოცნების გაგებით არის ის Deep State-ი, რომელსაც ამბობს, რომელზეც გველაპარაკება დუგინი მოსკოვიდან. ხოლო Deep State-ი ტრამპის გაგებით არის დასავლურ სივრცეში ჩაბუდებული ის ბიუროკრატია, რომელიც გადაწყვეტილებებს ვერ იღებს სწრაფად და ეფექტურად და რომელსაც ტრამპი ყოველ შემთხვევაში ედავება, ასე მაგალითად, გარკვეულ კორუფციაში, სამართლიანად თუ უსამართლოდ, მოკლედ გამჯდარობაში, სახელმწიფო სტრუქტურებში და არარეფორმირებულ არარეფორმისტულ მიდგომებში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ასე მაგალითად USA-ც ამაში ედავება არსებითად და კი ამიტომაც მიაუქმა ტრამპის ადმინისტრაციამ USA-დი, რაც ძალიან ცუდია ჩემი აზრით, მაგრამ გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება. მაგრამ ქართულ ოცნებას ტრამპისეული გაგება ახსნა სულაც არ აინტერესებს, ქართულ ოცნებას მიაჩნია რომ Deep State-ი არის გლობალური ომის პარტია, რომელიც ასე მაგალითად საქართველოს ითრებს ომში, რაც არსებითი ტყუილია, მაგრამ ამასაც დავანებოთ თავი. და კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა, თუ Deep State-ი ასეა შემჯდარი, შეჯერებული, შეზრდილი დასავლურ სივრცეში, მათ შორის ევროკავშირის სივრცეში, ვკითხულობ და ამ კითხვას მით უფრო ამ კითხვის დასმა მით უფრო ლეგიტიმური იქნებოდა იმ შემთხვევაში, მე რო ვიყო ქართული ოცნების ოპონენტი, ოღონდ ასე მაგალითად, რა ქვია, ხალხის ძალის კი არა, მეორე ალტინფოს წარმომადგენელი მაგალითად, ან
გოგა ხაინდრავიზმი რომ ჭირდეს, მაშინ რაღაცომ მიდიხართ ამ ევროკავშირში, რომელიც ამასთან მსგავსია თურმე საბჭოთა კავშირისა. ესეც კარგად არ მესმის სიმართლე გითხრათ. ერთის მხრივ ევროპის კავშირი საბჭოთა კავშირის მსგავსიაო, ამას ამბობენ და მეორეს მხრივ ამბობენ რომ საბჭოთა კავშირის მსგავსი როა ევროპის კავშირი, იქ deep state-იაო. ანუ რა გამოდის რომ საბჭოთა კავშირში 90 წელს, 91 წელს რომ დაიშალა, იქ deep state-ი ხო? და რა გამოდის რომ საბჭოთა რუსეთი, რომელსაც ქართული რუსული ოცნება არ ახსენებს, deep state-ით გაჯერებული არ არის, რა გამოდის რომ პოსტსაბჭოთა რუსეთი საბჭოთა კავშირის ძირითადი და ერთადერთი სამართალმემკვიდრე არ არის, რა გამოდის რომ პუტინი არ არის სამართალმემკვიდრე საბჭოთა კავშირისა, ის პუტინი რომელიც საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს ჩალიჩობს, კარგად არ მესმის, კარგად ახსენი, თუ ასე ვიცით ჩვენ კობახიძე მან განმარტოს რას გულისხმობს, თუ პოსტსაბჭოთა დღევანდელი რუსეთი არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე და საბჭოთა კავშირი კი გავდა ან ევროკავშირი გავს საბჭოთა კავშირს, ოღონდ ევროკავშირში deep state-ია ამავდროულად. ესე იგი საბჭოთა კავშირში deep state-ი იყო და ესე იგი პოსტსაბჭოთა რუსეთში deep state-ია, ოღონდ პოსტსაბჭოთა სივრცეს ესენი არასდიდებით ნეგატიურ კონტექსტში არაფერთან დაკავშირებით არ ახსენებენ, იმიტომ რომ ლუბიანკიდან ნათელი ინსტრუქცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არ უნდა აკრიტიკონ. მოკლედ ამბავიც ეს არის, ჩემო კარგებო, და კიდევ ერთი კითხვა. ჩავთვალოთ, რომ deep state-მა გაჯერებულმა ევროპულ სივრცეში დაამარცხა არა deep state-ი. აი ესეთი სცენარი, ესეთი შედეგი წარმოვიდგინოთ. მაშინ ჩვენ სად მივდივართ? ოღონდ ამ შემთხვევაში იმ კითხვას კი არ ვიმეორებ, უბრუნდები, რომელიც გოგა ხაინდრავების დასასმელია, ან ალტინფოების, პირველ ყოვლისა შათირიშვილების, ან სხვების და სხვების. არა, ამ კითხვას არ ვიმეორებ. მე გეკითხებით, ამ შემთხვევაში სად აღმოჩნდება, სად კობახიძისეული გაგებით, სად უნდა აღმოჩნდეს საქართველო? რომელ სივრცეში სრულად იზოლირებული სლოვაკეთისა და სერბეთისა და უნგრეთის იმედად, ხო ვერ იქნება სლოვაკეთი, უნგრეთი და სერბეთი საქართველოს ეკონომიკაში ფულს ხომ ვერ ჩაასხავენ. ფიცო მაზეკ ხო ორბანის ზეკ წააგებს. სხვა თუ არაფერი და deep state-ი გახდება, როგორც სლოვაკეთი, ისე უნგრეთი და სერბეთიც მეთქი ასე გეტყვით. მაშ სად მივდივართ? ერთადერთი სივრცე, რომელიც ამ ბოდვას რომ წავყვეთ, რომელიც არა deep state-ურია, არის კობახიძისეული გაგებით არის რუსეთ-ბელარუსის კავშირი. შესაბამისად, ლოგიკურადაც გამოდის, რომ deep state-ისკენ თუ არ მივდივართ, იმიტომ რომ ცუდია და გვებრძვის, შესაბამისად უნდა წავიდეთ იქითკენ, რაც არა deep state-ია, ანუ რუსეთისაკენ. ანუ ესეც ნათლად ადასტურებს, რომ ქართული ოცნება, ბანდა ქართული ოცნება არის რუსეთის ფილიალი, რუსეთის პოლიტიკის გამაგრძელებელი უნდა რა, რომ შეტენოს საქართველოს რუსეთის სუნიან იღლიაში. და კიდევ ერთი საკითხი, ევროკავშირში, უფრო ზუსტად ევროპარლამენტში ქართულ ოცნებას გაგიკვირდებათ და ხავს პარტნიორები. აი ისინი სულ მინიმუმ, ვინც ევროკავშირის ბოლო რეზოლუციას, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას არ დაუჭირა მხარი იმ რეზოლუციას, რომელშიც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების კრიტიკის კორიანტელია დაყენებული. ხავს განა არა, მაგრამ ეხლა მე გკითხავთ, როგორ გონიათ, როგორი ტიპის პოლიტიკოსები ან პოლიტიკური ჯგუფებია ისინი, ვინც ევროპარლამენტში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას უჭერს მხარს, მე გეტყვით. ერთნი არიან, მაგალითად, ისინი, ვინც უჭერს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. ანუ ერთის მხრივ ისინი არიან პარტნიორები ქართული ოცნებისა და მეორეს მხრივ ისინი არიან ქართული ოცნება რო ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინო, რაც სისულელია, ესენისი აღდგენები არიან, მაგრამ ისინი არიან საქართველოს დეზორიენტაციის და დეზინტეგრაციის მომხრეები. ისინი არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში. მეცაც გეტყვით, ეს პოლიტიკური ჯგუფები არიან ის წარმოადგენენ პოლიტიკური ჯგუფების პოლიტიკოსები წარმოადგენენ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვერჩა მოვაყალიბე წინააღმდება და მომიტევეთ, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინას არაფერი ესაქმება ევროკავშირში და ნატოში, ევროკავშირში. რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთს აქვს კანონიერი ინტერესები უკრაინაში, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინა უნდა დამარცხდეს ამ ომში და რუსეთმა უნდა გაიმარჯვოს. აი ეს პოლიტიკური ჯგუფები არიან პარტნიორები ქართული ოცნებისა.
ამ განცხადებაში ამასაც ვიტყვი ბარემ და დავასრულოთ ამ განცხადებაში ქართულმა რუსულმა ოცნებამ გააკეთა შემდეგი აქცენტიც Deep State-ი აყალბებს არჩევნებს ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებშიო და უქმებს გამარჯვებას იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებიც მას არ აწყობსო მე გეტყვით რომ ასეთი შემთხვევა ბჭყალებში დაფიქსირდა ორჯერ თუ სამჯერ არა გაუქმების არამედ არჩევნების შედეგების გადახედვის მათ შორის რუმინეთში იმიტომ რომ ის პოლიტიკური ძალები გერმანიაშიც გადახედვის არასწორი სიტყვაა მაგრამ გერმანიაში AfD რომ იყო და არის რუსეთის პარტნიორი ეს ფაქტია როგორც მას არ გაუმარჯვია და არცად არ გაუმარჯვია ცხადია პრორუსულ ძალებს მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთდა იმიტომ რომ ევროპის უსაფრთხოება შენარჩუნებული იყო ოღონდ ქართული ოცნება ყველაზე უფრო მეტად ვინც არის ევროპის დანგრევის მომხრე გლობალური უსაფრთხოების ჩამოშლის მომხრე რუსული პოლიტიკის გატარების ევროპის კონტინენტზე მომხრე იმათკენ არის გაგიკვირდებათ და უпроსწორად არც უნდა გაგიკვირდეთ ახლა დავკნათ არაფერი ერთადერთი რაც უნდა ვქნათ ჩემი აზრით არის ქართული ოცნების დამხობა მისი ლიდერების დინგის ხასუსვამ დინგის ასფალტზე ჩამორტყმევით თუ მირტყმით თუ ჩამოხეთქვით დინგი უნდა დაარტყან მათ ისტორიულადაც უნდა დაარტყან მაგრამ აი რეალურადაც დინგი უნდა დაარტყან მათ ზედაპირზე ასფალტზე მეთქი ასე ვიტყვი რომ მიხვდნენ რამდენად ავნეს უკვე ავნეს საქართველოს ოღონდ ესეც იცოდეთ ესეც უნდა იცოდნენ მათ რომ მათ სანქციებს არავინ არ მოუხსნის მათი დესანქცირება არ მოხდება და ბიზინა ივანიშვილი აკი ამიტომაც არის შემომჯდარი ვირზე უკუღმა და მიაჭენებს თუ საკუთარ თავს და თუ ვირს და ამ ვირს მიაჭენებს და საკუთარ თავსაც მიაქანებს ჯოჯოხეთისკენ და უბსკრულისაკენ საქართველოს გადაჭეხვა რო უნდა მაგრამ რო არ უნდა დავაცალოთ ესეც ფაქტია ნახვამდის